Კობა დავითაშვილზე იყო ცნობილი ისტორია. ამის ეს ისტორია ჩემს წიგნშიც მაქვს აღწერილი. ესე იგი როგორ მუშაობდნენ ჩვენ წინააღმდეგ, აი რო წარმოვიდგინეთ. კობა დავითაშვილი გამოვიდა რაღაც სიბინძურები ლაპარაკა ჩემზე და ჩემ ოჯახზე და ამის შემდეგ მოხდა ეს ცნობილი ჩანაწერი ნავირწილები. და ვანო მერაბი მაშინ ვიყავით წინეთში ოფიციალური ვიზიტით და მანო მერაბიშვილს ველაპარაკებოდი სხვადასხვა თემებზე და სხვა მეუბნება სხვა შორის რო იცოდეო ისე კობა დავითაშვილი პრაქტიკულად ჩათვალე რომ მკვდარია. რას მეუბნებით ხო ანუ ნუ პოლიტიკურად მკვდარია რო იცოდეო ეს რა ქვია თუ არა და რას გულისხმობ თუ არა და აი ნახავ მალე მოკვდება ეხა ყველაფერს ბოლომდე ვერ გეტყვი ეს რომ მითხრა ეგრევე დაუკიდე ყურმილი იმიტომ რომ ტელეფონის ზარები გადის ჩინეთში ვიყავი პეკინის ოფიციალურ რეზიდენციაში რა თქმა უნდა ჩინელები უსმენან რუსეთზე გადიოდა და რუსები ყველაფერს იცოდნენ მე რა მოხდა მე იყო ცნობილი ისტორია როდესაც 3 კვირის შემდეგ თუ 2 კვირის შემდეგ კობა დავითაშვილი აცხადეს რომ ჩემ მოკლაცადეს ნუ რა თქმა უნდა ახლა ეს ბევრჯერ ამბობდე ხოლმე ამ სისულელებს და ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას 1 კვირის შემდეგ მოდის 10 დღის შემდეგ ხო მე ადეიშვილი და მერაბიშვილი მუშაობდი მაშინ და ხო ადეიშვილი და მერაბიშვილი მოდის რომ გაგეცინებაო მაგრამ მართლა კლავდნენ რუსებმა გამოაგზავნეს კურტაევი მახსოვს ქონდათ ეს ჩანაწერი ქონდათ ის ფაქტი რომ ის მათ ჩემზე ქონდა ლაპარაკი და წარმოიდგინე ის შემთხვევით გადარჩა იმიტომ რომ მეზობელმა მისმა რომელსაც ბათუმში კაცი ყავდა გატანილი ავარიაში ჩათვალა რომ მას ჩაუსაფრდა ვიღაც ტიპი გამოვიდა იჩხუბეს იმან დაჭრა იმ კურტაევმა გაიქცა და მე აღმოაჩინეს ვლადიკავკაზში FSB შენობაში FSB-მ გამოაგზავნა და იმ წამში რომ მოეკლა დავითაშვილი ვის დაუმტკიცებდი მე საერთოდ სოფლიოში და საქართველოს განსაკუთრებით თუ არაფერი კავშირი არ აქვს დავითაშვილის კოლობასთან